მოგესალმებით ჩემო არხის მაყურებლებო და მსმენელებო. პირველ რიგში დავიწყოთ დღეს ახალგან და მოლაგრები თამაშობენ ახალგან და პორტუგალოსები, რომელსაც თბილისის დროით უკვე პირველ საათზე უნდა იყოს და გაიმართოს კერძოდ პარიზში და ესე შემდეგ დავიწყოთ იმით წარმატება მინდა ვასრულო გუშინ როგორც მოგეხსენებათ დავით ნინიაშვილის გუნდი დამარცხდა დიდი ანგარიშის და ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი წააგო. ეხლა შეეხება გუშინდელ მატჩებს გუშინ ინტერმა მოიგო არ გახდა საკმარისი იმისთვის რომ გამختارიყო ჩემპიონი 91 ქულით დაასრულა ასპარეზობა მეორე ადგილზე. ნაპოლს შეეხება ნაპოლმა გუშინ რა თქმა უნდა ინტერმა პირველ წუთებში გაიტანა გოლები და შანსი ჰქონდა იმის რომ 91 ქულა ჰქონდა და ფიქცინდებოდა ნაპოლი თამაში, მაგრამ ნაპოლმაც 2-0 მოიგო და 92 ქულით დაასრულა ასპარეზობა და ჩემპიონი გახდა სერია, რომელიც 2024-25 წლებში დასრულდა ლევანდელი სეზონი. ეხლა კი შეეხება შემდეგი დავიწყოთ იმით რომ ბარსელონას აქვს 85 ქულა, მადრიდის რეალს აქვს 91 ქულა. ასევე 4 ქულა ჩამორჩენილა სულ რაღაც, მაგრამ ბოლო ტურია და მადრიდის რეალის მოგების შემთხვევაში კი 84 ქულა ექნება. ასე გამოიყურება სატურნირო ცხვირი არ ყოფნის მადრიდის რეალს არანაირი ძალა იმის რომ შეიტანოს დაზოგულობა, იმიტომ რომ ერთი ბოლო ტურია დარჩენილი და 85 ქულით ბარსელონა პირველზე. ბარსა მოგების შემთხვევაში 88 ქულით დაასრულებს და ლიგის ჩემპიონი გახდება და 88 ქულით დაასრულებს გამოსვლას. ეხლა კი ლიონს შეეხება შანსი იმ შემთხვევაში პარი სენ-ჟერმენმა დღევანდელ თამაში თუ მოიგო და თასი თუ მოიგო რომ მომავალს განახლებული ჰქონდეს ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა. შემდეგი ეხლა გიორგიზე იცმის რაღაც ჭორები რომ თითქოს ივენტურს უნდა ყიდვა და ესეც არის მოგახსენებთ იმით ამბავს რომ კიდე არის რაღაც ინფორმაციები თითქოს პარი სენ-ჟერმენს უნდა ჯორჯის ყიდვა და გამოჩნდება საქართველოს სატრანსფერო ფანჯრებზე. ეხლა კი და ლაიქით ვიდეო გამოიწერეთ და საინტერესო ამბებს შემოგთავაზეთ. მადლობა.